ალბათ სულ რამდენიმე კონკურსანტი მოასწრებს, რომ ჟიურის წინაშე წარდგეს. მათ შორის არის ბალერონი სარიკ კარიჭაშვილი. მე ვარ სარიკ კარიჭაშვილი 27 წლის ქალაქ თბილისიდან. მუშაობ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. აგრეთვე ვცეკვავ და ვასწავლი თანამედროვე ცეკვას. სხვათა შორის ჩემი მეუღლე ტანია პავლენკო, ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მოსწავლეა. ძალიან კარგი მასწავლებელია, კარგად მასწავლა ცეკვა და ძალიან მინდა რომ გაიმარჯვოს. ჩემი დადგმული ნომერია პირადად პროექტ ნიჭიერისთვის დავდგეს ნომერი. სპეციალურად ნიჭიერისთვის. პროექტ ნიჭიერში მოვედი იმისთვის, რომ გავაცნო მაყურებელს ჩემი შემოქმედება. მას შანსზე, ხავთ სცენაზე. ნერვი მო? გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანით თუ შეიძლება? სარიკ კარიჭაშვილი 27 წლის ქალაქ თბილისიდან. ცეკვავ ჯაზ მოდერნს, სპეციალურად ნიჭიერისთვის დავდგე ეს ნომერი, რომ ეს საერთოდ სად მოღვაწეობთ? მუშაობ ოპერისა და ბალეტის თეატრში, მაგრამ ამჯერად ცეკვავ სრულიად სხვა ჟანრში. გარკვეულწილად ეს ექსპერიმენტია, იმიტომ რომ ესე არსად არ უცეკვია, ხო ამ სტილით? მოდერნი არის. არა, მარტო საინტერესოა. გთხოვთ? რა განერვიულებს კაცო? მაინც კლასიკა რა არის თქვი? იგრძნობა. სარიკ, მოკლედ ბალეტი, ჰიპ-ჰოპი და ჯექსონი ერთად მე ესეთი რაღაც ცხოვრებაში არ მინახავს, ხო? ჯაზ მოდერნი ქვიაო. ამას ქვია ჯაზ მოდერნი? რაღაც გათანამედროვებული ბალეტიც იყო, ჯაზ მოდერნი იყო და რაღაც საინტერესო მიმდინარეობა იყო, რაც მე მომეწონა. უდავოდ ხარ ნიჭიერი, ძალიან ბევრი გამუშევარი და პარაჩეულური მოცეკვავე, რომელსაც შეუძლია 1000-ნაირი კიდე ალბათ სხვა ჟანრი შეასრულოს თავისუფლად. მივიღებთ გადაწყვეტილებას და შემიძლია ვთქვა კი. ეს ვაგონკის. სამი გიგავთ. გელი შემდეგ. მოდერნ ბალეტმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ბალერონი მეორე ტურშია და ეს ამბავი ყველაზე მეტად მის მეუღლეს გაუხარდა.